შოთა ხაბარელი თბილისის საკრებულოს წევრობისათვის ბრძოლაში ჩაერთო დღეს სპორტსმენის კანდიდატურა ვაზისუბნის მოსახლეობას თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა წარუდგინეს ახალხო დემოკრატების ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს ვაზისუბნის მესამე კვარტლის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ნიკა ივანიშვილის განცხადებით შოთა ხაბარელი ის პიროვნებაა, რომელიც ზაპირებების შესრულებას რეალურად მოახერხებს და სიტყვას საქმე დააქცევს. დღესვე საუბარი შეეხო იმ პრობლემებზეც, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ნიკა ივანიშვილის განცხადებით 24 საათიანი წყალმომარაგება, შიდა კვარტალური გზების მოწესრიგება და ასევე მოსახლეობის დასაქმება ეს მათი გუნდის პრიორიტეტია. როგორც სპორტსმენი ადამიანი ზედმეტი წარდგენა არ ჭირდება, ისედაც წარმატებული ადამიანია, თავის ცხოვრები მან უდიდესი წარმატებები მოუტანა როგორც პირადად, ასე თავისი გუნდის და მომავალი თავების აღდით საქართველოს. მე მინდა რომ ჩვენი ყველაზე ოქროს ფონდიდან გამოყოფილი ადამიანი ვაზისუბნელებს დაუყენოთ მაჟორიტ კანდიდატად. ეს არის მებრძოლი ადამიანი, რომელიც აუცილებლად გაითავისებს იმ პრობლემებს, რომლებიც ვაზისუბნელში არის. აქ ცხოვრობს 50,000 ადამიანზე მეტი და ერთი სპორტული დარბაზიც კი არ არის გახსნილი. ამიტომ აქ უნდა აუცილებლად აშენდეს სპორტული დარბაზი, უნდა დამყარდეს ჯანმრთელი ცხოვრების წესი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა არის სპორტული ქვეყანა და აი აქ ვაზისუბანშიც პოტენციური დიდი ჩემპიონების გვეყოლება. ქართველი ექიმების